1925 წელს მოსკოვში ანტირელიგიური საზოგადოება დაარსდა, რომელსაც მებრძოლ უღმერთოთა კავშირი მუკი ერქვა. ორგანიზაციის მიზანს რელიგიის მოსპობა და ქვეყანაში ათეისტური საზოგადოების შექმნა წარმოადგენდა. უღმერთოებს ძველი ბოლშევიკი მინეი გუბელმანი ხელმძღვანელობდა. მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრობა 15 წლის ასაკიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. უღმერთოთა წევრობა სპეციალური მოწმობით დასტურდებოდა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ორგანიზაცია 4 მილიონამდე ადამიანს აერთიანებდა. საქართველოში უღმერთოთა კავშირი 1928 წელს ჩამოყალიბდა. 1940 წლისთვის მის რიგებში უკვე 202,000 წევრი იყო. დავიწყოთ ახლა, დავიწყოთ. საშა! ხვალ პრემიერა, ხვალ გამიწყდებათ. გამოდი, დავიწყოთ. კი ბატონო. ამხანაგები. დღეს ჩვენ გავითამაშებთ წარმოდგენას, რომელსაც სიგნალიდან ნათელში ქვია. გონებ ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. არა საშა. ვინ დაგიჯერებს ახლა შენ რომ სული და ხორცით კავშირელი ხარ. ისე ლაპარაკო, ვითომ ღმერთის მართლა გჯეროდეს. მეტი დამაჯერებლობა, საშა, მეტი. მიდი. ამხანაგებო. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სპექტაკლს, რომელსაც ქვია ბნელიდან ნათელში. საუკუნეების მანძილზე სამღვდელოება და მათი მსახურები მასხარად იგდებდნენ შრომელ ხალხს. დასცინოთ იცოდეს ყველამ, რომ ეს დრო აღარასოდეს განმეორდება. აი ეხლა კი ნახოთ წარუდგა. გაიქს დაფარდა, შემოდი, ხო, შემოდი, ცოცხლა. ვერთო შენ მიშველი. შენ დამებრუნე თვალიში. თუ არა ახი იყოს, რაც მე შენთვის მარხვა დამიცავს. შენ წვარ წიწილზე უარი მithქვია და სანთელი დამინდი. ნუ გეშინია, პათუია. რა კი ღმერთი ახსენე? გასაჭირში არ მიგატოვებს. აგერ ჩვენს გამოგზავნა. თქვენ ანგელოზები ხომ არა ხართ? ნამდვილად. ხმაზე გიცანით. თქვენ გეიხარეთ. ამეხილება აბა თვალი. აბა რას ვაკეთებ ჩვენა? მოდი ბიჭო. აგეხილება ალბათ. ოღონ თქვენ ექსიკეთე მიყავით და სულ მუხლის ჩოქვით შემოვივლი ყველა ეკლესია ჩვენს რაიონში. არა, პატარა მარჯვენა ფეხი კი მткиვა რომ ჩავიმუხლები, მაგრამ ეგ არაფერი. ისე ამაზე თუ მიწამლებთ ბარემ, აჰ, შენ ამეტანი კი ნუ მოგივა. აბატი, შენი ჭირიმე, აბატი. მოვალ და გემთხოვით. ეს მაგ. რა თქვი, ყაზა ხო? არაფერი ის. ხო ანგელოზები, ბათუია ბრუსიანო. ისევ ღმერთს ეხვეწები, ამიხილეთ, თოლიო არა? შებნელო, როდის უნდა გეიგო ღმერთი, რო არ არსებობს, ა? აბა კი არ არსებობს. ანგელოზები ხომ გამომიგზავნა? ნახოთ, აბა, ნახოთ როგორ დაუბრუნებენ თვალის შეს. აგარ ჯიზი ამიხილეთ, თვალი ანგელოზებო და
დაანახოთ რომ ღმერთი არსებობს. დაიწყეთ აბა. ღმერთო აუხილე თვალები მონასა შენსა ბათუმს. რაო არ ჭრის ხო ჯადოსნობა? იცის ხოლმე ხანდის. მაგრამ კიდევ ვცდით. ხადე ცა? ვცდით კიდე. არა მე არ გამომი. იგა რატო ვითო? ერთი კვირა მუკის აქტივისტი ვარ და მიბაძე შეუათდი მუშათ აყრას. უში არანგელოზო. შენ ღმერთის არ გეშინია? იმეშინია რა არ მეშინია, მაგრამ ამდენიც უფრო მეშინია მე. ღმერთი შემის. ნუ გესინია ბათუმდა შენ. შენ ნუ გესინი. აი რა. ჩვენ დროს ასე ვთხოვე და ნახავ თუ არ დაგიბრუნებ თვალისჭის, მიდი? აბა ნახე. დედა? რა ვარია? ხედა ლონი. აღარა ვარ მესი. აბა. თვალი. უეჭრა თავი საქმეყოს. თქვი ახლა რომელი უფრო არსებობს? ღმერთი თუ პარტია? ღმერთი. არ არსებობ ხარ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. ნამეტანი მაწყენინე შენ ვიცოდე. შიგე იხარე, მოდა შემოგვიერთდი. ერთად უხილოთ ყველას თვალი, ჰა? ხოდე ჩემი მე. აგასა დავარდა. აი, მარჯვენა მუხსაც თუ, ჰა? ო, ნამეტას უნდა ინდოებ ახლა შენ. აი. ხალაგებო. იდა ბევრი ეკლესია დასამგრელი. მოუღოთ ხუთების პარტაში, ბოლო. წავედით. ავედით. ისე მეც თუ მოგძავდი დამხანაგო. ჩვენთვის ყველასთვის ღია არ. ჩვენთვის და ჩვენთვის. აი რა იქნება შემოვასწრო, ა? ოჩა, საშა. ოჩა, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ამხანაგებო, კიდევ ბევრი. ოჩა. ამხანაგებო. წარმატება უკვე გარანტირებული გვაქვს. ღმერთი რომც არსებობდეს ჩვენი სპექტაკლის ნახვის მერე თავისი ფეხით წევიდოდა მოუსავლეთში. რამაგის პასუხია და საღვთელოებაშიც კი მოდიან აზრზე უკვე. ხო? რა მოხდა ჩვენს გვერდით რაიონში? არა რა ერთსუდი? გაზეთ ახალია? რა მოხდა? მე სოფელ კადარის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ვასილ ჩერკეზია. დავწმუნდი რა რომ სარწმუნება ყოფილა სიცრუე სიყალბე და იარაღი მუშათა კლასის მორჩილებაში ყოფლისა და მე მას ფორმატ ვემსახურებოდი. დღეის რიცხვიდან ვტოვებ ამ სამარცხვინო ხელობას. უდლობა ვტოვებ. უბრუნდები პატიოსან შრომელ გლეხობას და მასთან ერთად სურს ვიცხოვრო ჩემი პატიოსანის შრომით. იმედი მაქვს შრომელი გლეხობა მაპატიებს დანაშაულს და მიიღებს. კაცი. მისაბაძის აქცია. რა? ამ დროს რასაკეთებს ჩვენი მღვდელი? ყოველ დილით სარებს წყარუმებს და სავსეყავს მლოცველებით ეკლესია. ვიზიანბ მაგას. საშა. იზედა არქიმანდრიტ შიოს? შიო. ეგნებით არ გაიგრიჭებ. გადაღამ თავრობის საწინააღმდეგოდ ხადაგებს ხალხს ვიბუტებს. თავისავე მონასტერში უნდა დაკიდოს კაცმა სარებზე. საშა. ნები თუ არ გაიგრიჭებ, ეგ შიო. ძალით გავკრიჭოთ.
რა, დაკრეჭილი როგორ იტყვის, მამაო ჩვენოს, ხოდა? მაშინ ვანახოთ მაგას. როგორ უნდა ხალხი საბუნდება? გავიდეთ და ვნახოთ თუ უშველის თავისი ღმერთი. რაღაც ველოდებით მე. ვასწავლო ჭკუა მაგ მუქთამ ჭამაში. ავიდე. Sasha, ჯერ შევარ, დაველაპარაკები. თუ დაგვდამყდა ხო კარგი, თუ არა და გაკილოჭა არ აცდება მაგას. მისვენე, ხო იცი. უნდა ვაოხროთ იქაურო. დეშედი, Sasha. მეორედ მოსვლას დაუყენებთ. მეორედ მოსვლას. გაგაშე ბრნელეთის მოციქულო. ბრნელეთის მოციქულო. გაგაშე მიასასული. ხო არ შეგაწყვეტ. სტუმარი ღვთისა. ზოგადად გაგერია, ხო პირზე, ახლა მისმინე. დღეს ამას ეკეთ. დაგეტევ ეკლესიას. შეწყვიტავ წირვალოცვას და გასაღებს ჩვენ გადმოგცემ. შენ რა? არიცი ჩვენს მეზობელ რაიონში რა მოხდა? უცესმა უარეთ გლობაზე და ღმერთი დაგმო. უფალმა შეუნდოს. და ის დროა შენც იმის გზას მიყვე. თილად ცდილობთ ქსიდან გადავიყვანოთ. ზეგი არ გინდა ნებითქნა. ისევ პასკის თქოლეფა და გლეხების ხარჯზე გინდა ხო ყოფნა? შეფარაზებს. შენ ტარტაროზო, შენ. გარეთ გაათრიე და ტარტაროზე. გარეთ. გაათრიე, გარეთ. დაიჩოქე! როგორც ხატების წინ იჩოქებდა, შეფიცე პარტიას ერთგულებად, არა? გაგისტუმრი, ახლა მამაზეც ერთ. ქრისტიანები! მხოლოდ ერთ ღმერთს უყრით მუხს, ხოლო შენ წითელ ეშმაკებს მე მუხს არ მოუყრი, არა! გააკავეძე! ხომაინც დაუჩოქა პარტიას. აი ნახეთ. მადლობთ. ინებეთ. ბრწყინვალე ეგზემპლარია. ასეც ვეღარსად ნახავთ. შვენიერია. გაფორმებას დააგვირდით. დიდებულია. ჩინებულია, მაგრამ ცოტა არ იყოს ფასი ისეთია, რომ გეთანხმებით, ცოტა ძვირია. მაგრამ თქვენ თუ გადაწყვეტ, 5 მანეთს დავაგლებ. რა სიტყვი შენ შურა? არ ვიცი. თავად გადაწყვიტე. მოიფიქრეთ.
კარგად დაათვალიერეთ. ერთი წუთით. გამარჯობა. გამარჯობა. ხომ არ დაგეხმაროთ? ბიბლია თუ გაქვთ? ბიბლია ჩვენს დროში იშვიათობაა, მაგრამ ვაქვს. ძალიან კარგი. მოგბრძანდით. აი, ინებეთ. მადლობთ. თქვენ რა? მორწმუნე ხართ? არა. კონკრეტულ გამოცემას ეძებთ თუ? არა, ეს სავსებით მაგმაყოფილებს. რა ღირს? 25 მანეთი. 25 მანეთი. ინებეთ. ნახვამდის. კარგად ვიძანდებოდეთ. აბა რა მოიფიქრეთ? ცოტა მეძვირება. საქართველოში უღმერთოების მთავარი იდეოლოგი სილვისტრო თოდრია იყო, რომელიც ქართული ათეისტური ლიტერატურის შექმნას ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთ მის ნაშრომს დაბადება, ანუ ბიბლია ერქვა. სატირული პოემა თოდრიამ ბუკინისტურ მაღაზიაში ნაყიდი ბიბლიის მიხედვით დაწერა. ეს წიგნი საქართველოში 1931 წელს 5000-იანი ტირაჟით გამოვიდა და იგი 50 კაპიკი ღირდა. შესავალში თოდრია მკითხველს საკუთარ ათეისტურ მოსაზრებებს ღიად უზიარებდა. ახირებული წიგნია ეს დაბადება, ანუ ბიბლია. იქ დაწვრილებით აწერილია ღმერთი ადამი, მოსე, ილია. დღესაც არიან ისე ბრიყვები, რომ დაბადების მტკნარი სიტყვები სჯერათ, რაც არის იქ მოჩმახული, არ გაგონილი და არ ნახული. იმ დღეს ბავშვისათვის ზღაპრის საკითხვა დავაპირე ძილის. რაღა დროს გოტიკოს ზღაპრებია? რამდენი წლისაა? პატარა, კაცო, 5 წლისაა ჯერ. ხოდა იმას ყვებოდი. გადავშალე ზღაპრების წინ. და თითქმის ყველა ზღაპარი. როგორ იწყება თუ ისი სილიბის? ვიცი, მაგრამ ვერ ვიხსენე. როგორ იწყება და აი ას. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? გული არ გამისკდა კი, მაგრამ შენთვის ბავშვობისას ზღაპარი არავის წაუკითხავს. სულ ტყუილად ისინი ჩემოლიზი. არაფერი სასაცილო აქ არ არის. რელიგიას ხმალამოღებული ვებუ. და ამ დროს ჩვენს ახალთაობას ზრდით ზღაპრები, სადაც ნათლად წერია, რომ ღვთის უკეთესი ამ ქვეყნად არაფერი. ახლა არ იკითხავთ, როდის არის ეს წიგნი გამოცემული? როდის და 1927-ს. სულ ახლახანს, ჩვენ დროში. გამოდის, რომ ჩვენ თვითონვე უკეთებთ პროპაგანდას, რელიგიას და ცრურწმენას. ეხლა რასაც ამბობ შენ, ესეთ რელიგიის პროპაგანდაა ჩემოშალვა. გადამრევს ეს კალე. რა ვთქვი ახლა რელიგიის გასამართლებელ? 1927 წელს გამოიცა ეს წიგნიო. მერე რა გინდა? ის რომ 1927 წელი არის ქრისტიანული წელთაღრიცხვის წელი. ხოდა თუ ასე ებრძვი რელიგიას, საკუთარი კალენდარი უნდა შემოიღო ჩემოშალვა. ყოჩახ, ლიზიკო, ყოჩახ. შალვა მოკაკვეთითი. ისე ხუმრობა იქით იყოს და ჩვენიერი იდეა. ჩვენ რომ ჩვენი კალენდარი შემოგვაღებინა, ახალი ეპოქიდან დავიწყებდით ათვლას. და ჩვენი წელთაღრიცხვა ოქტომბრის რევოლუციიდან დაიწყებოდა. ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-14 წელი მიდის, არა? რატომაც არა. რითი გჯობიან ვითომ ქრისტიანები? რაც შეეხება ზღაპრებს. ეგ საკმაოდ სერიოზული საკითხია, ჩემო შალვა.
ბავშვების ანტირელიგიურ აგიტაციას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ. კი, ჩვენი გაზეთი უწევს პროპაგანდას, ნორჩ უღმერთოთა მოძრაობას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. არსებობენ სკოლებში ნორჩ უღმერთოთა უჯრედები, მაგრამ კვალიფიციური დამრიგებლები გვაკლია. საქმე ისე უნდა წავიყვანოთ, რომ ბავშვი ოჯახში ჩვენი აგიტატორი გახდეს. მათი საშუალებით უნდა გადმოვიბიროთ, მშობლები. მომავალი თაობა ისე უნდა ავღზარდოთ, რომ მათში ღმერთის ნასახიც კი არ იყოს. ასეა ეს. რა გითხარი მეშე? რა? თითელი კვერცხები არ დამანახოთ. ზეგ აღდგომაა შვილი. აღდგომა არ ზეგ არის, არც მაზეგ და აწი, არც არასოდეს იქნება. რებს ლაპარაკობ, ღმერთს ნუსწრებ. ნუ ახსენებ. ღმერთი არ არსებობს, თქვა, ვერ გეიგე შენ? ნუ მჭირი თავს საქვეყნოდ. მოაშორეს თითელი კვერცხები. არ ეკადრება კომკავშირელის ოჯახს. ღმერთო შეუნდე და ნუ ახსენებ, თქვა! აწი ახარც ეკლესიაში ივლი, ახარც კვერცხებს შეხება, ახარც ლოცობს ეიკითხავ კიდო. გადაგრიეს არა იმ უჯიშოებმა. როგორ ელაპარაკები დედაშენს? მოაშორო საბა ეგ წითელი კვერცხები. ჩვენ ახალ თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ. ჩაგრული კლასი რომ გეიხარებს ეისეც. ღმერთის ლანძღვით აშენებული ქვეყნის რა ვთქვი მე? რა იცი შენ? შენ ისიც კი არ იცი ღმერთი რომ არ არსებობს. თქვა შეიწყვიტე შესულ ძაღლო. ძველი დროის გადმონაშთი ხარ შენც. თქვენაირების ადგილი ახალ ცხოვრებაში არ არის. ვის უბედავს შეუღმერთო? უღმერთოებში ახალი წევრების მიღება ყოველდღე უნდა ხდებოდეს. ამისათვის უღმერთოთა უჯრედი აწარმოებს ინდივიდუალურ აგიტაციას. ინდივიდუალური აგიტაცია რას ნიშნავს, პატივცემულო? შენი გვარი აბესაძე. რას ნიშნავს აბესაძე? და რომ ხედავ კაცი მოწმუნეა და ჯერ ისევ ბნელია. პირდაპირ კი არ უნდა ატაკო მარქსი და ათეიზმი. ჯერ უნდა გამოელაპარაკო და არ უნდა დააინტერესო და თუ ხედავ რომ დიდად მოწმუნე ვერ არის, რაღაცეებში ეჭვიეპარება და ეკლესიაში მაინც და მაინც არ დადის, აი მაშინ უნდა დაეხმარო რომ გახდეს შეგნებული უღმერთო. აი ასეთ ინდივიდუალურ აგიტაციას ყოველთვის და ყოველგან უნდა ეცადოთ. ყველგან რას ნიშნავს სამხანგო ასაძე? სახლში ხომ არ შეუვარდები ადამიანს? შევარდნას ასე ძახი შენ? ზალი თუ შეხვედი? არიქა, ათეისტობაზე უნდა დაგელაპარაკო, კისერში ცებით გისვრი ანგარეთ? მარა თუ სტუმრად ეპატიჟები, ტკბილ ოჯახურ ვახშამზე ხარ და თან ხელში ჭიქას გიჭირავს, ასე დროს თუ მოვინდომე მღვდელსას უღმერთოდ გადააქცევ შეკაცო. ამაჩემს ეგეთ რამებზე რომ დაუწყოს ვინმე ლაპარაკი, არც პარტია უშველის და არც ჭიქა. ძველ დროშია ჩარჩენილი, არაფრის გაგონება არ უნდა და რელიგია ხალხის ოპიუმია. მატრობელა. აუხსენი მამაშენს, რომ რელიგიას და ბურჟუაზიას ამ ქრისტეს ზღაპრებით ყავდათ ხალხი დამონება. გასაგებია? და კიდევ სულ მალე აღდგომა მოდის. აუხსენით გლეხობას, მათ შორის მამაშენსაც, რომ
ქრისტეს დედამიწაზე არასოდეს უცხოვრია, მასასადამე მას არ შეეძლო მომკვდარიყო და მე ისევ გაცოცხლებული იყო. რასაც ეკლესია ქრისტესა და აღდგომის დღესასწაულზე ამბობს სიცრუე და ზღაპარია. ამ ზღაპრებით აბრუებენ ხალხს სამღვდელოებამ სარგებელი რომ ნახოს. არგუმენტირებულად დაუპირისპირდით რელიგიას, აუხსენით ხალხს, რომ აღდგომა ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. რა უთხრათ მორწმუნეს პატივცემულო, წითელი კვერცხი არ ჭამო თუ არა, სიცხეს მოგცემს თქვა? შარგობაძე! ძალიან დაბალ დონეზეა თქვენთან დისციპლინა ამხანაგო ქუჩულორია, ძალიან დაბალ დონეზე. მარტო ის არ გმარა ღმერთი რომ აღწამთ და უღმერთოები ხართ. შეგნებული უღმერთოები უნდა იყოთ. აუხსენით გლეხობას რომ აღდგომა ღორმუცელობაა და ხშირად მარხვის შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს. მეორე აღდგომა ლოთობის, მუშტი კრივის და ხშირად მკვლელობების პერიოდია. და ახლა მთავარი სოფლის უღმერთოთა უჯრედი ნებისმიერი ხერხით უნდა დაუპირისპირდეს აღდგომის ჩატარებას. ჩვენ თვითონ ჩავატარებთ კომკავშირულ აღდგომას. შეკრიბეთ სოფლის მთელი აქტივი ყველა თანამოაზრე და არანაირად არ დაუშვათ ხუცების მიერ ბნელი რელიგიური დღესასწაულის ჩატარება. ყველანაირად ვეცდებით ამ ხანაგობასაც. სუბიექტებს გვაქვს უკვე მაგის გამოცდილება. იცოდეთ, პარტიას თქვენი იმედი აქვს. ამხანაგებო, აქვე ახლოს ბნელეთის მოციქულები ზეიმობენ ეგრეთ წოდებულ აღდგომას. რელიგია არის ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც ერწყმობა მითიურ ზღაპრებს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვებრძოლოთ სარწმუნოებრივ გაიზვერობას, მოვსპოთ საყდარი, დავაგოთ ტაძარი სინათლისა და სოდნისა. და როგორც ეს ფიტული დაიწვება, ისე დაიწვას შრომელი კაცის ყველა მტერი. გაუმარჯოს კაცობრიობის ნათელმომავალს. გაუმარჯოს პროლეტარიატს. ვაშა კომუნიზმი, ძის მღვდელი, ძის ეკლესია. ხერიან ალილუიას ვაჯბატონები. შეხედე მაგას. მამო, აღსდგა თქვენი ქრისტე თუ ისე მიცვალებულია? ღმერთი შენ არ აღწამს და ჯვარი. ქრისტის მოხვედი აქ ივარ. შენს პინზურა ნაფორას მინდა ვებთხვიო, მამაო, არ გინდა? შეხედე ხალხო, შეხედე. როგორ გვამრიყვებს საავტომოს ღამრებით ეს მუქთახორა? სანამ დაუსვინოთ ამ ძურმელას! მორჩა თქვენი აღდგომა! მორჩა მღვდლების ტყუილები! რაში მოგ ბიჭო? რა გინდა ამოღმართოებთ? ეკლესიის მაინც არ გეშენია ბიჭო? სულ ცოტა ხანში აი მაგ თქვენი ეკლესიის თავზე ჩვენი წითელი დროშა იფრიალებს. მე რა ღირსები შეუძიშო? დასადა მუქთახორას!
გამარჯობა. გამარჯობა დამხანაგო სილიბისტრო. გამარჯობა. იცით, შვენიერი სტატია იყო გუშინდელ ნომერში. მადლობთ. თანაც ძალიან კაცრი იყო. ერთი მეგობარი ყავს. ახალგაზრდა ბიჭია, ნიჭიერი. იქნებ მიგვეღო უღმერთოებში. კარგით, მოვიდე სამწუხაროდ. მადლობთ, კარგად ზამთრობთ. გამარჯობა დამხანაგებო. როგორ ახარ? რა მიჭირს? დღეს ნომერი დასაბეჭდად მზად უნდა იყოს. როგორ ასაკნე? გონი ვასი. უნდა ვიჩქაროთ, სევერიან. 1 საათი გვაქვს დრო. კომიციის სტამბაში ჭუბობენ, როცა ვაგვიანებ ხოლმე. მე მეწინავეს უკან ნახე. უკვე მზად ამაქვს. შენ იქნებ გაზეთი მოამზადო ხელმოსაწერი. როგორც იტყვის სილიბისტრო. ანიგო გადადე ეგ რა, სასწრაფო საქმე მაქვს. გაბარი ქრისტეს შესახებ საბოლოოდ უნდა იქნეს ფილებული. ექსპლუატატორულ რელიგიური დღესასწაულების უქმობა დავიწყებას უნდა იქნეს მიცემული. პროლეტარიატისა და მშრომელი გლეხობისათვის არ არის და არ შეიძლება იყოს სხვა საზეიმო დღეები, გარდა იმათი, რომლებიც წინამძღოლში მშრომელებისათვის საზეიმო დღეებს წარმოადგენს. სულ მოკლე ხანში ჩვენ გვექნება უღმერთოების არ მხოლოდ სოფლები და დაბები, არამედ მთელი რაიონები. წერტილი. სევერიან. მოვდივარ. მეწინავე მზად არის. ჩასვი და გაუში სასწრაფოდ ბეჭდვაში. რა თქმა უნდა, ოღონდ ხელი მოაქვს. რამდენია ტირაჟი? 6000. კარგია. კარიკატურები შევარჩიე. ეხლა აჩვენე. აი ეს მომიცე. აი ეს კარგია, მეწინავე და გაუში. არა, აიჯობი. მართალი ხარ. გლეხი წიხს ურტავს ხუცებს. ქვეშ ასეთი წარწერა გავუკეთე. შორს ჩვენგან თქვენ ჯოჯოხეთის მასშტაბებო. და პირველ გვერდზე გავუშვა? რა თქმა უნდა, სევერია. აბა შენ იცი, შენებურად მიხედებ რა. ნახვამდის სამხატვრო. $1930 წელს მუკმა საქართველოში პერიოდული ორგანოს გამოცემა დაიწყო. გაზეთს მებრძოლი უღმერთო ერქვა და იგი ყოველ კვირას გამოდიოდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი სილიბისტრო თოდრია იყო. რედაქცია განათლების სახალხო კომისარიატის შენობაში, რუსთაველის გამზირის ნომერ 31-ში მდებარეობდა. ამ გაზეთის მეშვეობით საქართველოში ათეისტური საზოგადოების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობდა. მუკის კავშირის ამოცანას 5 წლების მეორე უკანასკნელ წელში შეადგენს მთელი მრავალმილიონიანი უღმერთოთა ლაშქარი გადააქციოს სოციალისტურ აღმშენებლობისათვის მოწინავე მებრძოლთა დამკვირველ უღმერთოთა ბრიგადებად. ამხანაგებო ის რაც მოხდა დიდ ჯიხაისში არის აღმაშფოთებელი უბრალოდ. მადლობა ამხანაგ თოდრიას, რომ მან ეს ფაქტი გამოაქვეყნა ჩვენს უღმერთოთა გაზეთში. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ გამოვლინებებს. რა გამოვიდა? ვიღაც ჭიჭიკო ლორდ-კიფანიძემ აზნაურმა ჩვენმა კლასობრივმა მტერმა მონათლა ბავშვი. და ნათლია ვინ იყო? სილიბისტრო, ვინ იყო ნათლია? ისტორიის მასწავლებელი. ვინმე ლიდია კახიანი. რა უნდა ასწავლოს ახლა ლიდია კახიანმა ჩვენ ბავშვებს? ასეთი მასწავლებელი ვერ აღზრდის კომუნიზმის მშენებელ ახალგაზრდობას. მოზარდების თემა მეტ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან ამხანაგო გოგიბერიძე.
ნორჩუღმერთოთა უჯრედების მუშაობა საერთოდ უყურადღებოდ არის მიტოვებული. მთელ რიგ უღმერთ რაის საბჭოებთან საერთოდ არ არსებობს ნორჩუღმერთოთა სექტორები და სადაც არსებობს ისიც ფორმალურად. მართალია ამხანაგი თოდრია. ამხანაგო არ უთინო. რა ხდება მოზარდების სექტორში? იცით რაშია საქმე, ამხანაგო თავმჯდომარე? Нет соответствующих финансов, нет ресурсов. Но несмотря на эту ситуацию, мы все-таки работаем. Да, есть все же проблемы. Но все не так плачевно, как сообщает нам товарищ Тодрия. Я могу зачитать вам сводку, которая пришла на днях из Кутаисского района. Вот товарищ Антадзе, председатель районной организации кутаисских безбожников, сообщает, что недавно провели конференцию юных безбожников. Из сводки также можно вычитать, что там уже создано более 70 ячеек юных безбожников, где числится приблизительно 5000 школьников. И вот это неплохие результаты. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ ამხანაგებო. შარშან საქართველოს უღმერთოთა ორგანიზაციამ კარგი მუშაობისთვის მიიღო გარდამავალი დროშა და პირველი პრემია. და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი. ჩვენ უნდა გავიმეოროთ იგივე შედეგი, თუ უკეთესი არა. ამხანაგებო, გვახსოვდეს უღმერთოთა საკავშირო ორგანიზაციის გენერალური გეგმა. მომავალი 5 წლების ბოლოს საქართველოში აღარ უნდა იყოს არც ერთი მოქმედი ეკლესია, არც ერთი მღვდელი და არც ერთი მორწმუნე. საქართველო უნდა გაიწმინდოს. ძირფესვიანად უნდა გაიწმინდოს რელიგიური პარაზიტებისაგან. ახლა ამხანაგი ვალიდო ბახტაძე გაგაცნობთ სასამართლოს ხომის განაჩენს. ხოთ ამხანაგო ვალიდო. მოისმინა რა აქ მსხდომის საზოგადოების აზრი? რელიგიის საწინააღმდეგო სასამართლოს ხდომა ადგენს. სარწმუნოება და ეკლესია როგორც იარაღი გაბატონებული კლასის ხელში და აგმობილდა უარყოფილი იქნეს როგორც მშრომელი ხალხის უსაშინელესი მტერი. სარწმუნოების მსახურთ როგორც სრუმორწმუნეობის გამავრცელებლებს გაკრეჭა. სარწმუნოების ნაშთები როგორიც არის ხატები, ჯვრები და სხვა, რომელთაც არა აქვთ რაიმე ღირებულება, მოსპობილი იქნეს. საყდრები მოხმარებული იქნას კულტურულ განანათლებელი საქმისათვის. ყველა თანახმა ამხანაგებო. ხომ ხელის აწევით დაადასტუროთ თქვენი თანხმობა. მიღებულია. იჯუმე, დაწნარდი. ჩუმად ამხანაგებო. სრულ მორწმუნეობის გასაღრმავებლად სამღვდელოება ეგრეთ წოდებულ წმინდანების ნეშტებს იყენებს. ასეთი ვითომ და წმინდანები დავითი და კონსტანტინე ჩვენს სიახლოვეს მოწამეთაში არიან. წინადადება შემომაქვს ამოვიღოთ ეს ნეშტები და მთელ ქვეყანას ვაჩვენოთ, რომ სამღვდელოება ურცხვას ტყუის.
სულ ცოტა ხანში თავად დარწმუნდებით, რომ წმინდანები არ არსებობენ. თქვენს თვალწინ გაიხსნება საძვალე. და თვითონ ნახავთ, რომ ყველაფერი ის, რასაც ღვთისმსახურნი ქადაგებენ, ტყუილია. მიდით, ამოიღეთ ბიჭებო. ნახოთ ერთი როგორია გაუხსნელი წმინდანი. როგორც ხედავთ, უხსნელი ნეშტის მაგივრად ცარიელი ძვლებია. გარყვნილი სამღვდელოება საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდა და ყლებდა ჩვენს მამა-პაპას. ამ დღეს ხალხმა თავისი თვალით დაინახა, რა ყოფილა დავითი და კონსტანტინე. ძირს მატყუარები, გაუმარჯოს მშრომელ ხალხს! გაუმარჯოს! ყველამ უნდა ნახოს სამღვდელოების სიცრუე. ჩვენ ამ ძლებს ჩავიტანთ ქუთაისში და ყველა თავისი თვალით ნახავს, რომ ეს არანაირი სიწმინდე არ არის, არამედ უბრალოდ დამტვერილი ძველი ძვლებია. მოწამეთას გარდა წმიდა ნაწილები გაიხსნა სიღნაღის მაზრის სოფელ ბოდბისხევში, ხარაგაულის მაზრის სოფელ მელისკარში და კახორაში, ზუგდიდის მაზრის სოფელ ყულისკარში. იგივე მოხდა ნიკორწმინდაში, სადაც ტაძრიდან წმიდა ნიკოლოზის მკლავი გამოიტანეს და საჯაროდ დაწვეს. 1923 წლის იანვარს 7 დღესა შესდგა ნიკორწმინდის თემის მცხოვრებთა კრება. დღეურ წესრიგში იყო მოხსენება ანტირელიგიის შესახებ. ანტირელიგიის შესახებ გამოდის მომხსენებლად ამხანაგი ალექსანდრე ჭელიძე. მომხსენებელი შეეხო ქრისტიანულ სარწმუნოებას. დაახასიათა, რომ ამ სარწმუნოებას არავითარი კეთილი არ შეუძლია, რომ მოუტანოს ხალხს. ამავე დროს გამოიტანა ნიკორწმინდის ეკლესიიდან წმიდა ნიკოლოზის მკლავი და ექიმების შემოწმებით ნათლად დაანახა ხალხს, რომ ის იყო არამცთუ წმიდა ნიკოლოზის მკლავი ჩასვენებული, არამედ უბრალოდ ძვალი, გარშემო სანთლით შემოზღუდული ღრუბელით, ბინძური ბაწრით და მეტი არაფერი. ეჟავა კედელთან იანა მოქალაქე ლეჟავა, თქვენ იცით, რისთვის ხართ დაპატიმრებული? მე მხოლოდ ის ვიცი, რაც წინა დაკითხვისას მითხრეს. თქვენ ბრალი გედებათ სისტემატიურ ანტისაბჭოთა აგიტაციაში. ეს კი სერიოზული ბრალდებაა. მე არავითარი აგიტაცია არ გამიწევია. არა? აი ჩვენ კი სულ სხვა რამ ვიცით. 27 იანვარს ქუთაისში სობოლის ტაძარში
თქვენს მრევლთან ღიად ღაღადებდით, რომ საბჭოთა წყობის გამო საქართველო დამონებულია, ასე არ არის? მე ქადაგებაში ვთქვი მხოლოდ ის, რაც მიმარჩნია სიმართლედ. ვინ და როგორ მოგიტანათ ჩემი სიტყვები, ეს არ ვიცი. კარგია, რომ არ უარყოფთ. მაგრამ ეს არ არის თქვენი სრული ბრალდება, მეუფე ნაზარ. ახლა ხან თქვენს სახლში კიბის ქვეშ ნაპოვნი იქნა დიდძალი განძი. საეკლესიო ქონება. ოქრო, ვერცხლი. საიდან გაჩნდა ყველაფერი ეს თქვენს სახლში? გესმით ჩემი, მოქალაქე ლეჟავა? დიახ, მესმის. ამხანაგო გამომძიებელო. არქიმანდრიტმა პავლემ უკვე აღიარა გამოძიებასთან თუ საიდან გაჩნდა ეს განძი თქვენს სახლში. ამიტომ თქვენს სიჩუმეს აზრი არ აქვს. ეს საეკლესიო ქონება სიონის და სვეტიცხოვლის განძია, რომელიც თქვენმა კათოლიკოსმა ლეონიდემ ჩვენი ხელისუფლების დასამალად ქუთაისში გაიტანა. მართალია? მიპასუხე. დიახ. თქვენ იცოდით ამ განძის შესახებ, მაგრამ არ შეატყობინეთ ჩვენს ხელისუფლებას. და მაშინ, როცა ეს განძი გამოცხადებული იყო ხალხის საკუთრებად და გამიზნული იყო ვოლგისპირეთში დამშეული ხალხის გამოსაკვებად, ვისთვის მალავდით ამ განძეულობას? ვისთვის? ეკლესიისათვის და ქართველი ერისთვის. რატომ ჩვენს ხელისუფლებას არ შეატყობინეთ დამალული განძის შესახებ? და რატომ უნდა შეგვეტყობინებინა? იმიტომ რომ ეს მთავრობაა. ეს იყო და არის ეკლესიის განძეულობა. და მთავრობას განუცხადებდით მხოლოდ მაშინ, როდესაც მოითხოვდნენ. მოქალაქე ლეჟავა, იქნებ გაიხსენოთ, რა მოხდა 1 წლის წინ რუსეთში. ამავე ბრალდების გამო რუსეთის სამხედრო ტრიბუნალმა 11 სასულიერო პირი დახვრიტა. მათ შორის იყო პეტერბურგის მიტროპოლიტი ბენიამინიც. გაგახსენდა? თქვენს მის გზას დაადგებით. აი ასე ჩუმად. ლეჟავა. კედელთან. თავრობის ამნისტია შეგეხო მამაო. გათავისუფლებენ. იარე. ბედი მქონიაო, შენ უნდა თქვა მამაო. სასამართლომ ჯერ დახვრეტა მოგისაჯა. მერე ეს სიკვდილით ციხით შეცვალეს. ახლა კი სულ გიშვება. ყველაფერი ღვთისნებაა, შვილო ჩემო. Don't
დიდი ხანია რაც ეს ეკლესია დაკეტილია. ასე 2 წელი იქნება ალბათ უკვე მამა. კომუნისტები რომ მოვიდნენ დაკეტეს და იმის მერე აღარც გაგებულა. მოძღვარი წყალდა, მაგრამ გააქციეს. თეატრი გაგვიხსნეს აქ. ეკლესიებში თეატრებს ხსნიან. ამას წინათ თბილისიდან შემოტყობინეს ერთ-ერთ ტაძარში ცხოველების სასაკლაო გაუხსნიათ თურმე. ცხოველებს იქვე საკურთხეველთან კლავენ და ტყავს აზრობენ. მეორედ მოსვლაა პირდაპირ. როგორ არეშინია მეუფეს ეკლესიის კუთხე. 4 თვეა რაც ციხიდან გამოუშვეს და მაინც არ ეპოვება ამ მთავრობას. მართალია, დახვრეტა უნდათ ნაზარესი. მართალია შვილო. ძალიან ეძალებიან, მაგრამ ესეც თავისაშვება. ხომ ხედავ რა მოხუცია. ბევრ ახალგაზრდას გაუჭირდება, რასაც ესაკეთებს. სპირიდონ! გამოდი გარეთ! რომელი ხარ, ან შუაღამისას? ბარნაბა ვარ. მაღლაკელიძე, მილიციის უფროსი. ბარი გააღე. კაი. ხომშვიდობა. როდინაულის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე სპირიდონ ხაჭაპურიძე შენა ხარ? კი, მე ვარ. მათე ჩუბინიძის სახლი უნდა მაჩვენო. რა მოხდა ამისთან? როდინაულში სამღვდელოებამ დაკეტილი ეკლესია რომ გააღო. რატო არ შეგვატყობინე? რეაქციულ სამღვდელოებას აფარებ ხელს ხაჭაპურიძე. ეგ როგორ გეკადრებათ? სოფელში ქუთათელი მიტროპოლიტი თავის ამალასთან ერთად დაიარება, ეკლესიებს ხსნის. ეხლა ინფორმაცია მოგვივიდა, ჩუბინიძეებთან არიან შეფარებული, თათბირობენ და მთავრობას აგინებენო. შენ თვალწინ ყურის ძირში, შენ კიდე აქ დიხარ საწოლში და ფშვინავ და ნებივრო. ტანზე ჩაიცვი და ჩუბინიძეების ბუნაგი მანახე. დრუზი! ერთი წუთი, ახლავ. გათოკე არ გასვენებს გამჩენი მიტროპოლიტა. ვერ ისწავლე ირისაბანოში ჭკუა. მაჩვენეთ ქაღალდი ჩემი დაპატიმრების შესახებ. ქრისტეს სახელით მოვაჭრი ანაფორიანისთვის ბარნაბა მაღლაკელიძეს. ფურცელი არ ჭირდება. გათოკეთ! წათრიეთ!
1924 წლის 1 სექტემბერს საქართველოს საგანგებო კომისიის ქუთაისის განყოფილების დამეულმა იმსჯელა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძის, დეკანოზი ეროთეოზ ნიკოლაძის, დელ სიმონ ჭედლიძის და პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძის საქმეზე და დაადგინა კონტრრევოლუციური საუბრების წარმოებისთვის, არალეგალური შეკრებისთვის და ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ზემოაღნიშნულ პირებს მიესაჯოთ სასჯელის უმაღლესი ზომა დახრეტა. გამოიყვანეთ. ანტირელიგიური კამპანიის ფარგლებში კომუნისტები ებრძოდნენ ყველა რელიგიურ კონფესიას. საქართველოში დაინგრა და დაიხურა უამრავი ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. თუმცა ყველაზე მეტად საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია დაზარალდა. გასაბჭოებამდე საქართველოში 3000-მდე სასულიერო პირი და 1500-ზე მეტი მოქმედი ეკლესია მონასტერი იყო. 1938 წლისთვის ქვეყანაში მხოლოდ 78 ეკლესია მოქმედებდა, სადაც 128 სასულიერო პირი დარჩა. რევოლუციის წლებში სილიბისტრო თოდრია ამხანაგ სტალინის ხელმძღვანელობით იბრძოდა ბათუმში. ამხანაგი სილიბისტრო აწყობდა და ბეჭდავდა პროკლამაციებს ბათუმის, ტფილისის, ბაქოს, მოსკოვისა და პეტერბურგის არალეგალურ სტამპებში. კი მოხონდა. იბო. დღიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას იგი მთელი თავისი ენერგიით იბრძოდა მთელ რიგ პასუხისმგებ თანამდებობებზე. მაინც და მაინც ილიასთან რომ არ დაესაკვირვინათ არ იქნებოდა ვით. განმავლობაში ხელმძღვანელობდა პარტიის სალიტერატურო პოლიტიკას. მის სახელს რომელიღაც ქუჩას არქავენ. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში, როგორც ნიჭიერ კომუნისტის რედაქციაც თოდრიას სახელობის იქნება. ბოლშევიკი მწერალი ამხანაგი თოდრია გატაცებით ემსახურებოდა კომუნიზმის დიად საქმეს. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ რამე გეცი? სილიბისტრო მთელი ცხოვრება ქრისტიანობას ებრძოდა. მებრძოლი მწერალი უმერთოების იდეოლოგია იყო და ეხლა ამ ეკლესიის ეზოში რომ ასაფლავებენ, ვითომ არ გადაბრუნდება კუბოში ჯავრისგან, ქართული ლიტერატურის წინაშე. სილიბისტრო თონთეონი თურმე ყველას უნდა და უმერთო ეყამა და მუხლებ გადატყავებული მოსული შთამომავლობის მეხსიერებაში. ჩვენ წინვალედ დავასრულებთ იმ საქმეს, რომელსაც იგი ემსახურებოდა. შვიდობით ამხანაგო სილიბისტრო შენი ბოლშევიკური ბრძოლით აღსავსე სიცოცხლე მარად დარჩება ჩვენს სოვნაში.
მებრძოლ უღმერთოთა კავშირის იდეოლოგი სილიბისტრო თოდრია. თაწმინდის პანთეონში 1936 წლის 12 ივნისს დაკრძალეს. 1989 წლის ოქტომბერში ეროვნული მოძრაობის გააქტიურების შემდეგ სილიბისტრო თოდრიას ნეშტი თაწმინდიდან ხუდადოვის ტყის სიახლოვეს რევოლუციონერთა სასაფლაოზე გადაიტანეს. ანტირელიგიურ კამპანიაში აქტიურად ჩართული კომუნისტების უმრავლესობამ სიცოცხლე არაბუნებრივად და ტანჯვით დაასრულა. განსაკუთრებით შემზარავი იყო იმ პირთა ბედი, რომლებიც თავად ხელმძღვანელობდნენ ან ასრულებდნენ ბროდმოქმედებას. მოწამეთას ეკლესიის დარბევის უშუალო ხელმძღვანელი ვალიკო ბახტაძე დარბევიდან ერთ წელიწადში 1924 წელს მძიმესენით დაავადდა. ბოლოს მან მეტყველების უნარიც დაკარგა და სრულიად ახალგაზრდა 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვირის რაიაღმასკომის თავმჯდომარის მანჯგალაძის თანაშემწე ამბერგი ჯუღელი, რომელიც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარის დაკავებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მოურჩენელი სენით დაავადდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რუდინაულის თემის საბჭოს თავმჯდომარე სერაპიონ ხაჭაპურიძე ამ ტრაგედიიდან ერთ წელიწადში მძიმედ დაავადმყოფდა და ტანჯვაში დალია სული. ხალხის გადმოცემით თითქმის იგივე ბედი გაიზიარა ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა. (1995) წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად დახრეტილი სასულიერო პირები დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოს ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე წმიდანად შერაცხა. ამავე საეკლესიო კრებამ საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან წამებული ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის კანონიზაციაც მოახდინა.